მოგესალმებით პატივცემულო მსმენელებო, მაყურებლებო, გადაცემის დასაწყისში მინდა გითხრათ, რომ გამოვიდა ეროვნული თანხმობის დარბაზის ბეჭდვითი ორგანოს ახალი ნომერი, ახალი სიტყვის ძალა, რომლის პირველ გვერდზეც განთავსებული არის ეროვნული თანხმობის დარბაზის განცხადება და მესამე გვერდიდან უკვე იწყება ბატონი აკაკის ინტერვიუ, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს იქნა ჩაწერილი და გამოქვეყნებული ამავე დასახელების გაზეთში და თუ ვინმე სურვილი ექნება, შეგვიძლია მივაწოდოთ. ამ ინტერვიუს დასათაურება გახლავთ, იქიდან არ მეთქვას, არ გინდოდათ შვილო. და მართლაც, როდესაც დღეს ბატონი აკაკი ჩვენს გვერდზე აღარ არის და იმ იქიდან ნაგულისხმევ იმ ქვეყანად გახლავთ, ქვეყანა უზარმაზარი პრობლემების წინაშე დგას, იმ დროისთვისაც იდგა რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს კიდევ უფრო დამძიმებულია ქვეყნის და ერის მდგომარეობა. ჩვენ წინა გადაცემები მიუძღვენით იმ პრობლემას, რომელიც ალბათ ყველა პატრიოტ ქართველს აწუხებს, ეს გახლავთ იმ 6 მილიარდიან ინვესტიციად დასათაურებული საფრთხეს საშიშროება, რომელიც ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ერს ემუქრება. შეინიშნება გარკვეული მოძრაობა, შეინიშნება გარკვეული პროტესტის გამოხატვის სურვილი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის კოორდინირებული, არ არის შეკავშირებული. ყველა პოლიტიკური თუ არა პოლიტიკური ძალა ცდილობს რაღაცნაირად თვითონ თავისი თავი წამოწიოს და წინ ჩაუყენოს აი ამ მოძრაობას, რაც გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის საიმისოდ, რომ ერის შეკავშირება, გაერთიანება მოხდეს ამ პრობლემის წინააღმდეგ საერთო ძალით გამოსასვლელად, საერთო შეთანხმებით შედგეს შეთანხმება უფრო სწორად, რომ ყველა ერთად გამოვიდეთ, გადავდოთ გვერდზე ჩვენი მემარჯვენეობა, მემარცხენეობა, პროდასავლელობა, პრორუსულობა და ერთად გადავწყვიტოთ ჯერ ეს პრობლემა და მერე დანარჩენზე ისე დავილაპარაკოთ. ჩვენ წინა გადაცემაში გქონდა მოწოდება, რომ ჩვენი მხრიდან ჩვენ მხარში დაუდგებით, თუ კი ასეთი ძალთა გაერთიანება შედგება, როგორც რიგითი ჯარისკაცები და მოუწოდეთ კიდევაც ჩვენ მხარდამჭერებს, რომ ასევე მხარში დაუდგნენ აი ესეთ მოძრაობას, რომელიც ჩანასახის მდგომარეობაშია, ჯერ ვერ ფორმირდება, ვერ ახერხებს, რომ მოხდეს გაერთიანება და ერთნაირი ფრონტით გამოსვლა. ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს, იქიდან გამომდინარე, რომ ხედავს რა იმ სისუსტეებს. პირიქით, ბატონი პრემიერი გამოვიდა და გველაპარაკა იმ სიკეთეებზე, თურმე რომელიც შეიძლება ამ ინვესტიცია მოუტანოს ქვეყანას ერს, რომ ბიუჯეტში შევა ფული, რომ გაჩნდება სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ელემენტარული მათემატიკა გვეუბნება, რომ ეს 6 მილიარდი სულაც რომ ყველა მოსახლეზე, ყველა მოქალაქეზე თანაბრად გადანაწილდეს, დაახლოებით 2003 მილიონზე რომ ვიანგარიშოთ, 2000 ხდება თითო მოქალაქეს. და ყველა ჩვენთაგანმა გავაცნობიეროთ 2000 ლარის თუ დოლარის თუ ევროს გულისთვის ღირს ჩვენი მიწაწყლის გატიდვა თუ არა. აი ამ თემებზე გვინდა დღეს გელაპარაკოთ და ტრადიციულად კახას გადავცემ სიტყვას. მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. გარეთაც ბევრი რამე ხდება, მაგრამ დღეს ვითარება ისეთია, რომ ამაზე მწვავე თემა ჩვენ არა გვაქვს და არც გვექნება. რა თემამაც წამოიწია. თემა ის არის, რომ პირდაპირ ორი არაბული ქალაქის აშენებაა გადაწყვეტილი. მშენებლები არაბები იქნებიან. საუკეთესო კომპანია, დიდი სიხარულით გვამცნობენ, რამდენ 1000 მაცხოვრებელზე შენდება და როგორი შესანიშნავი იქნება საცხოვრებლად ეს ქალაქები და ეს კომპლექსები. ამავე დროს ერთ-ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას დიდი ქართული გაერთიანების სახელდებით დაიწყო უკვე აქცია, უკვე უშლიან, რომ დაკიდონ და გამოკიდონ და გამოამზეურონ. რუსთაველზე მიწები, ადგილები უკვე რამდენია გაყიდული არაბებზე და არა მარტო არაბებზე,
მეხუთედზე მეტი სასოფლო სავარგული უკვე გაყიდულიაო. კანონია მიღებული $100,000 ღირებულების უძრავ ქონებას თუ შეიძენს ადამიანი, მას ადგილ ბინადრობის უფლება ეძლევა. ძალიან ბევრი ბლოგერი, ძალიან ბევრი პატრიოტი ადამიანი გამოდის, ახალგაზრდა, რაც მეტად სასიამოვნო გამოდის რიცხვებით, ციფრებით, ადასტურებს იმ კატასტროფას, რაც ამ პროცესებს მოჰყვება და უკვე იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც არის საქართველოში, რამდენი ქართველია გასული აქედან დემოგრაფიულად, რამდენი ათასია გასული, რამდენი ათასი უკვე შემოსულია ლეგალურად და არალეგალურადაც ვიცით რომ უფრო მეტია გაცილებით. აი ეს შენობებით ეს ქალაქები რო აშენდება, რამდენად შეცვლის დემოგრაფიულ მდგომარეობას, სამშობლოს გამყიდველობის პირდაპირი გზა გვიდევს წინ, მთელ ძალებს იკრებს ეს პროცესი, ამას ხელისუფლება უდგა სათავეში, თავისი პროკურატურით, თავისი ძალოვანი სისტემით, თავისი საკანონმდებლოთი და მთელი ძალით მიმდინარეობს ქვეყნის გაცემა, გასხვისების პროცესი, განქართველების პროცესი და პირდაპირ უცხოელებისთვის ქალაქების მშენებლობას პირ დამტკბარ, პირ დაშაქრულები გველაპარაკებიან, რომ როგორი კარგია ეს რა კარგი პროცესი ყოფილა. თუ შევადარებთ ახლა ამას, ხო რა, ჩვენ ლიტერატურულ რომელ პერსონას შეიძლება შეედაროს, ან რა ნაწილი შეიძლება ამოვიღოთ ქართული უძვირფასის ლიტერატურიდან. ვფიქრობთ, ალბათ დავეთანხმებით ყველა იმ საკითხს და იმას, რომ ყველაზე კარგად ამ შემთხვევაში ერგება კიკუ. კიკუ, რომელიც ფულს ითვლის. აი ხელისუფალი, ეხლა ამ კიკუს მდგომარეობაში და ამ ფულს გვითვლის, რომ იცი 6 მილიარდიანი ინვესტიცია და ფულია შემოსული და რა კარგი იქნება კიდე ამას რომ ფული ბაბაია, ბევრი ფული. ხო, ბევრი ფული ბაბაია. და ეს უნდა ჩვენ გვესიამოვნოს ხალხო. იმიტომ რომ ესენი არიან deep state-თან, მსოფლიო მხედრთან მეომარნი. ესენი არიან ლაზარეს ამბების მცოდნენი და ივანე ზოსიმემ რო დაგვიბარა აი იმ საკითხის დაბლა არ დამშვებნი არიან. ბავშვები გადაგვირჩინეს თურმე. ბავშვებთან პროპაგანდა აგიტაციის აკრძალავი კანონი მიიღეს, უცხოეთიდან ფული არ უნდა შემოდიოდეს, პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. და რა პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება? ნუ არსებული ფაქტობრივი ხელისუფლება. ხო? რაც სრულიად უკანონოა, იმიტომ რომ 1,907,000 ადამიანის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს აბსოლუტურად ეწინააღმდეგებიან. ერთ ნაწილში თუ ნეიტრალიტეტის ნაწილი, ფაქტობრივი ნეიტრალიტეტის დაცვით ქვეყანა მართლა შემორჩა ჯერჯერობით, ხო? რაღაცით ცოტა ახლო იყვნენ, სიტყვიერად საარჩევნო პროცედურას პერიოდში ცოტა ახლო მივიდნენ იმაზე, რაზეც ხელი აქვს მოწერილი ქართველ ერს და რის შესახებაც სამი ეროვნული ყრილობაა ჩატარებული თავის დადგენილებებით, რა. აი ეხლა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს კეთებით ფაქტიურად თავი დაიყენა აბსოლუტურად არალეგიტიმურ ვითარებაში. სრულად დაცილდა ქართველი ერის მიერ გამოხატულ ნებელობას. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ეს ნეოლიბერალები, მსოფლიო მმართველები, რა ეკონომიკურ პოლიტიკასაც ატარებენ კოლონიებში, ფაქტობრივად ჩვენ კოლონია ვართ. ლიბერალური ეკონომიკა სრულად გაანადგურებს ყოველგვარ ეროვნულს და არაფერს არ დატოვებს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეროვნული ეკონომიკის მოწყობაში. ეს ლიბერალური პოლიტიკა გავალდებულებს, რომ კარებები გახსნა და გაიტანო გასაყიდად შენი ქვეყნის რესურსი, მიწა, წყალი, წიაღისეული და მიჰყიდო ესე იგი იმათ და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ლიბერალური ეკონომიკით მხოლოდ და მხოლოდ ვაჭრობით იყოს დასაქმებული, წარმოებული საქონლის ყიდვა გაყიდვით იყოს დასაქმებული, ანდაც მდიდრების
შინა მოსამსახურებად იმუშაონ ქალებმა. კაცის ადგილი აქ აღარ არის. აი ესაა ლიბერალური ეკონომიკის შედეგი, როცა მთელი შენი ეროვნული რესურსი გადადის უცხო დიდარ კორპორაციების ხელში, ხდება სამშობლოს აბსოლუტური გაცამტვერება, ხდება დემოგრაფიის კატასტროფული შეცვლა და ეს ლიბერალური ეკონომიკა ანგრევს ისეთ დიდ წამყვან ქვეყნებს და ერებს, როგორც ფრანგები არიან, ინგლისელები არიან, საკუთარ ტერიტორიაზე ექნებათ კატასტროფული მდგომარეობა, გერმანელებს, ევროპის ყველა ქვეყანას ეს პრობლემა. არა მარტო ევროპის ქვეყანა, პატარა ქვეყნებს პირველ რიგში, აზიის მიმართულებით იგივე პრობლემა აქვს. და ფაქტიურად ჩვენ ვუყურებთ, რომ საქართველოს განადგურების პროცესი მიდის ძალიან დიდი სიჩქარე. ახლა ბოდიში და ჩაგეჭრა. აი ლიბერალური ეკონომიკაზე საუბრობ შენ და რა დამართა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. დემოგრაფიული მდგომარეობა და ეროვნული მდგომარეობა როგორ არის. აი სწორედაც ჩვენმა მსმენელმა ზღვარი რო გაავლოს და რო დაინახოს სისტემის არსი და სისტემის როლი ამ ყველაფერში. აი შევადაროთ ერთმანეთს დასავლეთ ევროპის ქვეყნები და ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნები, სოციალისტური ბანაკის ქვეყნები. დემოგრაფიულად იქ რა მდგომარეობა, რამდენი პროცენტია საკუთარ მიწა-წყალზე ის ერები. საკუთარ ქვეყანაში. ეს კატასტროფული მდგომარეობა, იქ საფრანგეთია ახსენე, იგივე მდგომარეობა ნიდერლანდებში, გერმანიაში. არ დიდი ბრიტანეთი და ასე შემდეგ, ესპანეთი და ასე შემდეგ. და ამ დროს სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ჯერ ამდაგვარი კატასტროფული მდგომარეობა არ არის. და რატო? კითხვა დავსვათ. აქ იმაზე არ არის საუბარი, რა არის კარგი, რა არის ცუდი. მაგაზე კამათი შეიძლება იგივე სოციალისტურ წყობაში, რა იყო კარგი, რა იყო ცუდი, რომელი უჭარბობდა და ასე შემდეგ. მაგრამ რასაც ვერ დაუკარგავ, არის ის, რომ ამ ქვეყნებს ის ეროვნული თვითყოფადობა შემოუნახა. იმ სისტემამ არ დაუშვა, რომ აი ესეთი ასიმილაცია და აღრევა მოხდარიყო. შევხედოთ, შევადაროთ და თუ სხვა მიზეზი არსებობს, გარდა ამისა, რაც მე ვთქვი, აი სისტემური განსხვავება, ფორმაციული განსხვავების გარდა, თუ სხვა მიზეზს ხედავთ, რატოა დემოგრაფიული მდგომარეობა ისეთი და აქეთ სხვანაირი, მაშინ ვინმე თქვას და ახსნას, რა არის მიზეზი ამისი. აი ეს მინდოდა ჩამემატებინა ბოდიში შეგვიძლია. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვამობდით, რომ თუ არა ფორმაციული რანგის ცვლილებებზე თუ არ წავალთ, ერის გადარჩენის საკითხი ვერ გადაწყდება დადებითათო, ეს თვალნათლივ გვიდასტურებს, რომ რა ხდება საქართველოში. საქართველოში ხდება ლიბერალური ეკონომიკის გატარება. ის რომ კორუფცია და რომ იჭმება ეს ბიუჯეტი, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ძირითადი პოსტულატები ბოლომდე მუშაობს. მთავარია ყუთამდე მიგიყვანოს პირდება ისეთ რამეს, რასაც არ შეგისურვებს, იმიტომ რომ ეს ლიბერალური ეკონომიკის არათუ მომხრია. იმიტომაა ხელისუფლებაში მოყვანი, რომ ლიბერალური ეკონომიკის პოლიტიკა გაატაროს. 160 ქარხანა უნდა ავაშენოთ. სადა ის 100 ქარხანა? და ბიუჯეტი რო შეავსოს, მემკვიდრე ყველაზე უარგისი მემკვიდრე როცა რჩება, არც ერთ ოჯახს არ უსურებ, არაფრის მაქნისი, არაფრის გამკეთებელი, რო ადგება და სახლის დაშლას და გაყიდვას რო იწყებს ეზოსი, ავეჯის, ოთახების და ასე შემდეგ. აი ზუსტად ამას ვაკეთებთ და ფული რაღაცა კაპიტი რო მოვარდება ჩვენ ხელში და რიგით ადამიანამდე ჯერ ერთი ან რაში გვჭირდება, ან ვინ მიიტანს, ისევ ბიუჯეტში ჩაიდება და ბიუჯეტის მჭამელები კისხედან იქ. ღიარ გავა რომ ვიღაცა არ დაიჭირონ და რაღაც ვითომ კორუფციას ებძიონ და მთელი წლები კორუფციით როა ჩახარშული ქვეყანა, 10 ჯერ უასხავენ ერთ და იგივე ადგილზე ასფალტს და ისევ ჩანჩქერივით რო იფრქვევა კანალიზაცია და სასმელი წყალი ერთდროულად ეს გრამხელა ფულის გათეთრების და უფეთურობის ამბავია მთელი წლები ხო იმ ბიუჯეტიდან ლევადაც რომ მაპატიეთ ისევა ეს ამ გამოთქმისთვის ბარბარიზმისთვის, მაგრამ ლევადაც რომ არ მოხდეს ანუ მარცხენა მხრიდან არ არის ლეგიტიმურად გადინება ამ თანხების
და ვიღაცების ჯიბეში ჩასვლა. ოფიციალური დაფინანსებით 15, 16, 14, 12,000 ხელფასები. ხელისუფლების წარმოადგენს. პენსიონერებს აქვთ 400 ლარი და დაუმატეს მათხოვრული 20 ლარი. ისედაც იმ ბიუჯეტიდან რომც არ მოიპარონ, ისედაც მაგათი დაფინანსებაზე მიდის ძალიან დიდი თანხები. გაიოფიციალურეს მითვისების პროცედურა და მოუმატეს ყოველ წელს იმატებენ 1400 ლარი, ახლა წელს დაიმატეს მარტო, ხო? თუ 1300 ლარი. ხო, და როგორი იქნება ჩვენი შედეგები? შედეგები თუ ეს პროცესი არ გავაჩერეთ და არ გაჩერდა, მსგავსად ნამაყმა ხესის მშენებლობისა. სადაც ის თურქული კომპანია იმდებარე ტერიტორიებსაც ყიდულობდა და აგებდა კაშხალს, რომლის ეკოლოგიური მიზანშეწონილობა და უსაფრთხოების საკითხები კიდე დიდი მსჯელობის საგანია, პროტესტი იყო და ამ პროტესტმა გააჩერა. პირადად მე ახლა ვერ დავდებ თავს ეკოლოგიის მიმართულებით და ვერცი კონსტრუქციის მედეგობის თვალსაზრისითაც გამიჭირდება რაიმეს თქმა, მაგრამ ჩემთვის პირადად პიროვნულად ყველაზე მისაღები და უმთავრესი სწორედ ის იყო, რომ თურქული კომპანიის საკუთრება არ უნდა გამხდარიყო ქართული მიწა-წყალი. თუნდაც ამიტომ უნდა გაჩერებულიყო ეგ მშენებლობა. აშენება შეიძლება ისე, რომ სხვას არ მისცეს საკუთრებაში შენი მიწა-წყალი. უამრავი კომპანია არსებობს, რომელიც სხვა პირობებით თავისუფლად წამოვა, დახარჯავს, შექმნის, მიიღებს მოგებასაც, მაგრამ მიწა-წყალი და ის ტერიტორია რჩება იმ ადგილობრივი ქართველის და საქართველოსი, როგორც უნდა იყოს წესისა და კანონის მიხედვით. ასეთი უზარმაზარი სფეროა, უამრავი კომპანიაა, ძალიან მაღალი ახალი ტექნოლოგიებით, სად წაიღონ, სად დაასაქონლო თავისი ცოდნა და შესაძლებლობა არ იციან. ამ კომპანიებს გზა ეკეტებათ, ასეთ პირობას არ უყენებენ და მოყავთ ისეთები, რომლებსაც უშუალოდ ასყიდებენ მიწა-წყალს. უშუალოდ ის კოსმოპოლიტური გეგმა მუშავდება. ფორმაციის მთავარი განაცხადი რა არის? დამთავრდა ძველი ისტორია. ძველი ისტორია იყო უკუნეთ და ბნელი. აი ახლა მე რო ვყიდულობ, ის ჩემი ხდება. არავით არის ისტორია, არავით არის ხალხი, არავით არის ერი. ახალი ისტორია, მე ვარ ისტორიას და მე ვარ ცივილიზაციაც. ულტრამდიდარი მაგასავს. ვიყიდე და ჩემია. აი ამ პრინციპზე ხდება საქართველოში ასე ქალაქების აშენება, ასეთი მიწა-წყლის გაყიდვა, ეროვნული საკუთრების განადგურება მიმდინარეობს. და ამით შემოსული ფული, რა ქვია, ეს ხო არის მართლაც კიყუს ხელში ის ხურდა. რითაც მე თავის დახჩობა უწევს და ასე შემდეგ. არა? ვიცით მე როგორც მთავრდება კიკუს ამბები. ხო. და ეს თუ არ გავაჩერეთ. ჩათვალე რომ აი ეროვნულ პროგრამით ასწავლიან ბავშვებს. აი ახლა ეს ხელისუფლება რჩება, ეს ლიბერალური ეკონომიკა, ანუ სამშობლოს გამყიდველობა რჩება და ახლა ქართველს პატრიოტად გაზდიან, ისტორიას ასწავლიან. ესენი დაინტერესებული არიან, რომ მაღალზნეობრივ არსებად ჩამოყალიბდეს და გაიზარდოს. საქართველოს ისტორიას ასწავლეს, შენი ისტორია, შენი ქვეყნის ცხოვრება, თუ არ იცი, წმინდანად შერაცხული ადამიანების ცხოვრებისა თუ არაფერიღა გაგეგება. როგორ ასწავლის? კრწანისის ტერიტორიის გაყიდვა შენ უნდა მოგაჩვენოს დიდ სიკეთეთ. ესე იგი, ამათ ეს მთელი ისტორია თუ არ გააუქმეს, ანუ ის ხაზი თუ არ გააგრძელეს, რასაც გლობალისტურ, კოსმოპოლიტური გზა ქვია, რა, ისი არ გამოვა, შეუთავსებელი ერთად ვერ იქნება. და რაღაცზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენს თვალწინ უკვე შეცვლილია დემოგრაფია, უკვე გამოძევებულია ქართული ელემენტი, უკვე ვკარგავთ დედაქალაქს და არა მარტო დედაქალაქს, რეგიონებს და სადამდე მივა ეს? ომამდე მივა მაინც. იმიტომ რომ აქ მუსლიმანური ისლამის სახელს იყენებენ ახლა. ამათ უკან შვებიდან. აი თუ დაჯახება ისევ, იქნებ გადაზარდონ
ქრისტიანებსა და მართლმადიდებლებსა და ისლამის მიმდევრებს შორის ჯახში იქნებდეს გადაზარდონ. ესეც ხელეწიფებად კარგი იქნება. თუ არა და აგერ თურქეთი რო უყურებს როგორ გამყიდველობის გზაზე დადგა ეს deep state-თან მეომარი გმირი ხელისუფალი მან კაცრად მოითხოვა თურქების ჩამოსახლება მესხეთში ის ელოდება ამ დარბეულ აციოკებული მესხეთში თუ არაბები უნდა ჩამოსახლოს 1000 ჯურის დიდარი და მილიონერი შემოიყვანო დავასახლოთ ჩვენ მიწა-წყალზე თურქი მესხები რა არის პრეტენზიები უჩნდება აი რა არის თუ არის ეროვნული სახელმწიფო ახერხებს მშვიდობის დაცვას და კეთილმეზობლური ურთიერთობების გატარებას ინტერესთა გათვალისწინებას რაზეც ხელი აქვს მოწერილი ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით და თუ აღარ არის ეროვნული სახელმწიფო და ის გაიყიდა და იქ შემოვიდა დემოგრაფიულად და ფინანსურად ძალიან ძლიერი მოპირისპირე მხარის წარმომადგენელი მაშინ მეზობელი იმპერიებს ბრძოლის მეტი არაფერიღად არჩევათ რომ ეს ტერიტორია თავის საწინააღმდეგო პლაცდარმად რომ არ იქცეს მაშინ ფიზიკური ძალით უნდა დაიკავოს და რა ადგილი იქნება ქართველის ქართველი უბრალოდ დარჩება როგორც ერთ-ერთი მცირე რიცხოვანი ეთნოსი მაინც ომით დამთავრდება ეს ამბები ეს ვერ შეგრჩება სამშობლოს შენი წინაპრის სისხლით გაჟღენთილი მიწაწყლის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწაწყლის გაყიდვა გასხვისებით აღებული თანხებით არც მშვიდობა შეგრჩება და სიკეთე არ დაგეყრება ბოლოს ომამდე მივასახ მარტო თურქეთს არ მოუნდება მარტო არაბულ სამყაროს არ მოუნდება მარტო თალმუდისტ ებრაელს არ მოუნდება თავისი ნაქირავი აგენტურა რო ყავს შემოყვანილი საქართველოში და იმას ასაბუთებს რომ თითქოს და უფლისციხე ეს იერუსალიმია და აბა იუდეველი უნდა დაბრუნდეს იერუსალიმში კაცო ეს ყოფილა საპარლამენტო ბიბლიოთეკაში უწყობენ პრეზენტაციას ამ ნაბღაჭს ვითომს და მეცნიერულია და ამ კოსმოპოლიტურ ქალაქში ვინი ცხოვრებს ეს არაბები ვისთვის აშენებენ დუბაიში 10%-ია არაბი დანარჩენი ეს არის კოსმოპოლიტი მსოფლიო აი მილიარდერთა პარტია რომელიც თulis რომ ახალი ისტორიის მებაირახტრები თვითონ არიან და ყველაფერი მათია და აი ნოეს კიდობას იშენებენ დანარჩენები წარღვნით უნდა ეკონომიკური სულიერი და ასე შემდეგ ამ წარღვნით ეს მუქთამჭამელი ხროვა უნდა ამოგვიცხონ თუ არ მოხდება კოორდინაცია დარასმა და ერთიანი გამოსვლა საპროტესტო არ შედგება ჩვენ ამ მოზვავებულ აისბერგს ვერ გავაჩერებთ რასაც უყურებ სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს არის მაინც ძალთა დაგსაქსვა ცალ-ცალკე პარტიული თუ არაპარტიული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცალ-ცალკე დაძახა ცალ-ცალკე გამოყვანა რაც ქაოსში გადაიზრდება და ერთი დიდი ბოლის გამოშვება მოხდება მხოლოდ და ვერ მივახცევთ საუკეთესო შედეგს საჭირო არის კოორდინირებული ერთიანი გამოსვლა საპროტესტო გამოსვლა მილიონი ქართველი უნდა გამოვიდეს ქუჩაში სხვა ვარიანტი არ ეშველება ამ სახეს ეს იმდენად დიდი განაცხადია ფორმაციის იმდენად ბევრი რამეა ჩადებული მთელი 35 წელი საქართველოს ეს გავლილი პერიოდები ემსახურებოდა სწორედ იმას რომ აქამდე მისულიყო მათგან რომ ეს ქალაქები აშენებულიყო და ქართველი აქედან გაბარგებულიყო ამ არაბის სიტყვა როგორც წყალში ქლორი ჩაყარო და თევზი რო ამოცვივა აი ესე ამოყარა ძალიან დიდი რაოდენობა მასონთა აგენტურის ჩვენ რო გეგონა რომ ესენი პატრიოტები იყვნენ ესენი წინმავლები თავდადებულები იყვნენ თუდაც მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ მეომრები და ასე შემდეგ უცებ საკმაოდ დაბალი განათლების მაგრამ მაინც მასონური თარგი ამოიღეს და დაიწყეს ლაპარაკი თავიანთ მიკერძოებულ
ტელეკომპანიებიდან დაგვიწყეს ლაპარაკი, რომ რას ლაპარაკობთო, კაცო, საწერია ქრისტიანობაში ერებზეო. აბა სად არის იქ ერებიო? ის ვიღაც ქალბატონი მოკლედ გვემუქრება, რომ ახლა აღდგომა რო იქნებაო, ხო იცით რომ ჟამი ახლოა. აიო, რუსთაველიც აღდგება და თქვენ დაგადანაშაულებთ. აბა იქ ერი საწერია რუსთაველში. წმინდა ნინო რო შემოვიდაო, ვინ კითხულობდე მის ეროვნებასო? აღდგება და დაგადანაშაულებთ. როგორ გაბედეთ ქართველებმა, რომ თქვენ ეროვნებაზე დაიწყეთ ლაპარაკი? ქრისტიანობა კოსმოპოლიტურიაო. იქ რომელ ერზეა ლაპარაკი? თქვენ რა ერზე გაქვთ ლაპარაკი? როგორ თუ თქვენ მამული, ჩემი მამული და რა შენი მამული? რამხელა ენა გადმოგდები? 13 ასურელი მამა აღდგება და ისინი განგიკითხავენ თქვენ და დაგადანაშაულებენ უფლის სამჯავროზე, უფლის წინაშე, რომ თქვენ როგორ ბედავთო მათ ეროვნებას ვინ კითხულობდა? მასონობა დაპატრონებული ყოფილა საქართველოს. ერთი და იგივე მღერია. ხო. უბრალოდ სხვადასხვა აიხურე, ეს ქალბატონი პრემიერი ტელეკომპანიის ის თითქოს ეროვნული მოძრაობის თუ რაღაცა ეს ლიდერობა თუ რაებიც არიან, ხო? ერთხმაში ამღერდნენ თუ არა უცებ ერთდროულად. ეროვნულობა სირცხვილი ყოფილა. და ეს რა არის? ჩვენ რას ვაკეთებთ? რას ქვია? შენ მიწას და რაღაცებს არ იყიდება და ნუ გავყიდითო. უცებ შეკრეს თუ არა კი? ხო და ჩვენ სასწრაფო წესით თუ არ შევკავშირდით, არაფერი გვეშველება. წინა გადაცემაში ხაზი გაუხსვით და ახლაც და საერთოდაც გაყიდული, გასხვისებული უკან უნდა დაბრუნდეს ქართველი ერის საკუთრებაში უნდა შევიდეს ის რაც ქართველი ერის საკუთრება. მიწა, წყალი, წიაღისეული და ასე შემდეგ. ეს ღვთაებრივი მოწოდების ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რომ გადავრჩეთ. ვინც ამ საქმეს უდგებით, ესე იგი ჩვენ ღვთის საქმეს ვაკეთებთ. ღვთის ნებას აღვასრულებთ. ამით უნდა გამხნევდეთ და ამ სოფლიო მხეთს აი სწორედ ღვთის ნების აღსრულებით უნდა ვძლიოთ. ოღონდ არ მოუწია არც ერთისთვის ღმერთს ის ძალა რაღაც მიზეზის გამო, რომ ერთ ორგანიზაცია შეეძლოს დარაზმოს, ერთ პიროვნება შეეძლოს რომ დარაზმოს. რაც არ უნდა გვინდოდეს, რაც არ უნდა ლამაზი რაღაც და კარგი და დასახელების, კარგი სახელდების ორგანიზაციული ერთობას ვაყალიბებდეთ. ვერც ერთი ასეთი ორგანიზაცია ვერ გახდება, არა აქვს იმას ის ძალა მიცემული. ამას უნდა ხედავდეს სურვილი ერთია და ფაქტი მეორეა. ჩანს ესეც. ჩვენ როგონია რომ ჩვენ სიტყვაზე ქვეყანა გაჩერდება სასურველი მიმართულებით, არ გაჩერდება. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ ჩვენ ყავს ერთი რაღაც ჯგუფი ჩვენს ირგვლივ, კი ბატონო. ასეთი სხვა დაჯგუფებებით ვართ. და ამ დაჯგუფებებს შორის ერთი საერთო მოთხოვნა თუ არ გავაკეთეთ და ამაზე ყველა არ შევჯერდით, კოორდინირება არ მოვახდინეთ. ძალები დაიქსაქსება, კრავი ძლევს მხეთს, კრავი შეკვრა, გაერთიანება, სწორი მიმართულებით, ხო, სწორეზე სწორი მიმართულება, ღვთაებრივი მოთხოვნაა იგივე, რომ შენი მამული არ უნდა იყიდებოდეს და უკანა დაიბრუნო. სახელმწიფოებრივად. კი ეს პროექტი უნდა გაჩერდეს, უპირობოდ უნდა ჩაუღდოთ ეს ღვთაებრივი მოთხოვნა. და როგორ? სწორი მოთხოვნა. კვრა საჭირო, შეკვრა საჭირო, კრავი ბატკან ცხვარზე კი არა ლაპარაკი, ქართული დიახ, თანამედროვე ქართული ენით იხსნება ბიბლიაში ჩადებული საიდუმლოებები, ეს აქვს მოწოდებული. ჩვენი შეკვრა, შეკავშირება საჭირო. ერთისთვის არ მიუცია ეს ძალა. გაბნეულია ეს ძალები. პატარ-პატარა ჯგუფებად, ეხლა ყველამ რომ საკუთარ ასე ვთქვათ, მაპატიეთ, მაგრამ საკუთარ მრევლს რომ ვეძახოთ სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროს, ოდნავ განსხვავებული რაღაც ლოზუნგით და ასე შემდეგ, ეს გამოვა რომ ქაოსური მოძრაობა დაიწყება და ჩვენზე გაიმარჯვებს მხეცი. რომ ხეცი ორგანიზებულია, ხეც სახელმწიფო უჭირავს, სახელმწიფოთი გვიპირისპირდება, ჩვენივე ხალხით ეცდება რომ დაგვიპირისპირდეს და ყველა მასონმა თავი წამოყო. და ახლა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი.
რატო ხდება მეორედ მოსულა? მეორედ რა უნდა მოსულიყო? ის, რასაც ვერ იტვირთავდა ადამიანი იმ 2000 წლის წინ. და საერთოდ ჩვენ უფლისას ვერასოდეს ვერ ვიტვირთავ ბოლომდე. უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ის ზღრულია. ის ვერ იქნება შემქმნელი სტოლი. მსგავსება და ხატება კი გასაგებია პოტენციალში, მაგრამ იმას ვერასოდეს ვერ ვიტვირთავ, მაგრამ დრო შეიცვალა, აი რაც დღეისათვის არის საჭირო, ის იმდენი უკვე გაგვეხსნა და მოგვეცა. რაც ადრე არ იყო მოცემული, გახსნილი. პირდაპირ ეუბნება, მეც ვერ იტვირთავთ, დრო მოვა და გაცხადებულად გავუწყებთ. რა იყო ეს გაცხადებულად უწყებ, ხო? კაცობრიობა დაღუპვისკენ მიექანება და არ შეძლებს გადარჩენის შანსიც, ფორმაციის შეცვლაზე გადის, მაღალ ზნეობრივ საფეხურზე ამაღლება საჭირო. ბოროტების გზა დასაგდელი. ერთ-ერთი მთავარი ახალი სიტყვის, ახალი ინფორმაცია არის ის, რომ ღვთაებრივი სამების ანალოგი დედამიწაზე არის მისი ასახვა. არის ადამიანი, ერი და კაცობრიობა. არც ერთის ხელისხლება, არც ერთის გაუქმება არ შეიძლება ეს გამოიწვევს ზოგად ცოცხლის განადგურებას. ადამიანის უფლებებზე ბევრია ნალაპარაკები, კაცობრიობაზეც ლაპარაკობთ, მაგრამ ერების განადგურება მასონური გეგმარით. ნომერ პირველი არის ერების განადგურება და ნახეთ რა ხდება ევროპაში. არა, ეს მასონობის შეთქმულება არა და ისე და ვერ დავინახეთ ახლა ვინ არიან ჩვენი პატარა მასონჩიკები. უცებ ბიბლია ამოტრიალებული დაიწყეს, დაიდეს წინ და კითხვა დაიწყეს, რომ აბაო ქრისტე სად ამოფსო ეს? სად არის ქერიო? აი ახალი სიტყვა მოსული ეს პირდაპირ გეუბნეო, რომ ერთ ზუსტად ისეთივე ფუნქცია აქვს, როგორც განვითარებულ დასრულ ორგანებში თითოეულ ორგანოს და ორგანოთა მოწესრიგებული ფუნქციონირებით არსებობს მთლიანობა, რასაც ადამიანი რთული ცოცხალი ორგანიზმი ქვია. ამ ორგანოების გაერთიანებას თუ დავიწყებთ, რასაც მასონობა თავისი ჭკვით აკეთებს, ეს გამოიწვევს საერთო სხეულის განადგურებას და მოკვლას. ეს დროა სწორედ ის დრო, როცა ყველა ერმა თვითონ უნდა მართოს თავისი თავი. ეს ის დროა. ესე იგი, მასონური გეგმი დაღუპაა გადაწყვეტილი კაცობრიობის. ეს მასონური გეგმა მთელი ძალითაა მუშაობილი საქართველოში. ახალი სიტყვა უფლისნებელობაა გაცხადებული. იბრძვის რომელიმე ერი თავის თვითყოფადობის, თავის კულტურის გადარჩენისათვის, მასთან არის ღმერთი. ეს არის აფრიკაშია, ლათინურ ამერიკაშია, ჩრდილოეთში იბრძვის თავისი თვითყოფადობის, სხვის დაყრობაზე, სხვაზე გაბატონებაზე, სიონისტური, ფაშისტური, ნაცისტური მიზნებით კი არა. თავისი კულტურის, თავისი მეობის გადარჩენისათვის, მასთან არის ღმერთი. ვინც კოსმოპოლიტიზმს ქადაგებს ეხლა დღეს, ვინც ინტერნაციონალიზმს, აი შერევა, აღრევას ქადაგებს და თანაც ქრისტიანობა უნდა რომ საფუძვლად დაუდოს. და თურმე ჩვენი აი ახლა საყოველთაო კუდრეთით აღდგომა რო იქნება, ეს ჩვენი წმინდანები რო აღდგებიან, დაგვადანაშაულებენ, შენ როგორ გაბედე ეროვნულობას. ჯერ არის სექტანტური, ჯერ ხო, რა მიცვალებულებს ადგომაზე ლაპარაკობენ. იგავებითაა იქ გადმოცემული, გენაცვალე ისე რომ იცოდეთ და მაგაში ცოტა სხვა რამე იგულისხმება და არა იაღოელური ცნობიერებით პირდაპირ საფლავებიდან წამოდგებიანო და ისე გადაურიეს ჭკვა, რომ ტანისამოსები შეაკერინეს ამ ხალხს და 2000 წლისთვის გულმოდგინეთ ელოდებოდნენ, რომ აბა ხო არ ეცმება, ხო უნდა ჩავაცვალ. ეგ ცოტა სხვა რამეა. ეს ვინმეს თუ აინტერესებს შეიძლება მაგაზე პასუხის გაცემა. მაგრამ ისე საერთოდ ყველა აქაა ქვეყნის დამანგრეველიც და ერის მომსვლობიც, აი როგორ იდეოლოგიასაც თქვენ წარმოადგენთ და ერის გადამრჩენელიც. და ვინც დღეს ერის გადარჩენაზე ზრუნავს და მუშაობს, ღმერთი სწორედ მასთან არის. ახალი სიტყვაა მოსული. ეს არის ახალი ცნობიერება, ახალი გონები, სული, საკვები, ახალი პროგრამა, ახალი მიმართულება,
რათა განახდეს კაცობრიობის ცხოვრება, განახდეს ენერგია, განახდეს ადამიანის აზროვნება და მასონურში არ ჩაიკარგოს და არ ჩავიქცეთ. ეს აგვაქვს ქართველობას მიღებული. ზოგიერთი ამბობს, რომ ჩაუდექით მერე სათავეში და თქვენ თავზე და ჩვენ ვერაფერს ვერ ავიღებთ ჩვენ თავზე. არის აქ რამოდენიმე მიზეზი. ჯერ ერთი ჩვენ ვართ ყველასთან, ვინც იმაზრზეა, რომ ერთი საყოველთაო გამოსვლა უნდა დაიგეგმოს, სადაც ერიც და ბერიც ერთად დადგება. ჩვენც იქა ვართ. გადაწყდება, მივლენ მაგაზრამდე კი ბატონო. რიგი ჯარისკაცება. რიგი ჯარისკაცება. არავის თავს არ ვახევთ და როცა ჩვენ ასეთ კრებულს შევქმნით და შეიქმნება, ის იქნება ის კრავი, რომელიც იმ ხედს ძლევს. ეგ იქნება ის კრავი. და თუ ასე შევიკვრებით, ჩვენ ხელმძღვანელი, ჩვენი წინავალი იქნება იესო ქრისტე, უფალი. სულიერად, სიტყვით აქ არის. აი ეს გაგვიძღობა და ის გაგვამარჯვებინებს. ვერავით არ კებს კაცს ვერ ჩავანაცვლებთ, ვერ ჩავსვავ. აი ესე. და არის მეორე კიდე. ყველაზე რეპრესირებული და ყველასგან ამოშლილი ამის მთქმელები და ეს ორგანიზაცია ვართ. ლოდი რომელიც დაიწუნესო. იმიტომ რომ ჩვენ თავის დროზე აგვარჩევინეს ფულის გზა. აი მოვიდა მდიდარი მოვა და ღატა ქართველებს ჩაგვაწვევს, დაგვაყურებს, გვაჭმევს და გადარჩენა ცეგარიო. და ერთ ადამიანს დავადეთ მთელი ქვეყანა, გადავეცით მთელი ქვეყანა თავისი ავით და კარგით, თავისი ქონებით. და ამ ადამიანისთვისაც გავაკერებეთ და ამ ადამიანისთვისაც ჯოჯოხეთი დავატრიალეთ სინამდვილეში. და რა უნდა ეკნა მილიარდერთა პარტიის წევრს რა უნდა ეკნა? მილიარდერი თავის თავს არ ეკუთვნის, ის ეკუთვნის იმ პარტიას და იმ სოფლიო პარტიას. რა გეგმებით აქვს, იმ გეგმით მიყავს. ვინც აშოვიდა და გახადა მილიარდერი. იქ გაწერილია, არავით არ წარმოება ადგილზე, არაფერი, თუ რამე ძვირფასია ეს ჩვენ კორპორაციების საკუთრებაში და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც რაღაცას დაიწყებს, რომ მე ეროვნული ვარ, მე ისა ვარ, გაუხსენი კარები და გარეკე ევროპაში, სადმე გააუშვ აქედან. გამოდგება ნარკოტიკების საწარმოებლად დაითესოს. კარგად გადააგვარებს იმ ადგილობრივსაც, სოფლიოს გადაგვარებისთვისაც და მოსახლეობის შესამცირებლად განარკომანება გჭირდება. ასეთი იქ მიღებული გადაწყვეტილებები. წაველით მაგზაზე წაგვიყვანა, ხო? და რა უნდა ქნას? ბრძანება ეგა აქვს მიღებული, ხო, 100 საწარმო და ეროვნული ეკონომიკა სადა აბა მითხარით. სასტუმროებად უნდა დაცალონ აქაურობა და უცხოელებზე ვხედავთ რა საკეთებენ. არაბი აცხადებს ეს არაბი, პირმართალი არაბი, პირში გითხრა, კიდევ კარგი. და როგორც წყარში ქლორი გაუშვა, ისე ამოტრიალდა ყველა ეს აგენტი. ისე გამოჩნდა ზედაპირზე. 16 მილიონი უნდა შემოვიდესო, შემოვიყვანოთ. რამდენი? 3 მილიონი ნახევარი. არც ეს 16 წლიურად 16 მილიონი რო შემოეს უცხოელი, რა თიქცევა აქ ეს 3 მილიონი ნახევარი. უმცირესობაზე ლაქიებათაც არ ვეყოფით. ფეხის და ტუალეტის სპენდავებათაც არ ვეყოფით, ეგეც კი შემოსაყვანი გახდება. ეს გადაიქცევა დიდ ერთ კოსმოპოლიტურ გულანშარად. ყოფილ საქართველოს. ამიტომ არის თუ ამას ვაჩერებთ, ისევ და ისევ შეგვით და დარასვით. მაშინ ვიღაცა იტყვის, ის მტერიც კი იტყვის, რომ ამათში ყოფილა კიდევ რაღაც. ქონიათ ვაჟკაცობა. მაშინ მართლა აზრი ეძლევა ჩვენ ცხოვრებას. უკვე შეიძლება რაღაცაზე სერიოზულზე ვილაპარაკოთ. ეს მოგწევს გარკვეულ გახანგრძლივებას. გადარჩენას ეს ვერ მოგვიტანს. ხოლო ის რა ქალაქებს არ ვაშენებინ. ეს გადარჩენას ვერ მოგვიტანს. მაგრამ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ეს ერთი რიგითი ბრძოლა იქნება. კი, ერთი რიგითი ბრძოლა. ომის მოგებას არ ნიშნავს ეს. ჩვენ შეგვეძლო ფულის გზას არ გავყოლოდით და გავყოლოდით ახალი სიტყვა აღმერთი. ამ გზას გავყოლოდით ეს საკითხები გადაჭრილი გვექნებოდა ერთდროულად. იყო ჩვენ გვერდზე ყველაზე კომპეტენტური ამ საკითხებში ბატონი აკაკი
და იხვეწებოდა გამომიყენეთო, გადავდგათ შვილებო ეს ნაბიჯიო და ქვეყანა თქვენ დაგრჩებათო, ამაზე უარია თქვენ. ყველაზე რეპრესირებული ორგანიზაციის წარმომადგენლები ვართ. ამიტომ ფიზიკურადაც ვერაფერს ვერ ავიღებ ჩვენ თავზე ახლა. პირდაპირ, რომც გვინდოდეს, რომც გული გვერჩოდეს, ხო? მაგრამ ისე შეტრიალდა ვითარება, ყველა დავდეგით იმ ფაქტის წინაშე, რაზეც ხელი აქვს მოწერილი ქართველ ერზე. აი მე ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედისთვის უნდა გამოვიდეთ. მაინც იგივეს გაკეთება გვიწევს, ოღონდ ძალიან რთულად, ძალიან ძნელად. ნაწილ-ნაწილ. თუ ვერ ვიტყვით ახლა ეს გადავრჩები თუ არა. თუ ამ საკითხებს ვერ გადავწყვეტ, აღმოვაჩენთ, რომ მართლა ფასი ჩვენ აღარ გვქონია. ჩვენ იმდენად ამბიციურები ვართ, რომ ერთად დგომა არ შეგვიძლია. ჩვენ ამ ამბიციებს ისე დაუბრმავები ვართ, რომ ჩვენ გონია რომ თელ ქვეყანას მოვიცავთ. იმდენად ამბიციურები ვართ, რომ ჩვენ ამ ყველაზე მწვავე საკითხში გვინდა რომ ჩვენი პარტიული მეობის საკითხი გადავჭრათ. კონკურენტები ჩამოვიცილოთ, თავი უფრო მაღლა ამოვწიოთ. ისე პოლიტიკურ ხეილს ხო, ისე პოლიტიკურ ხეილს ვეძებთ. ეს რას მოგწევს? არაფერი, პატარა რეკლამა გავუკეთებო რამოდენიმე ორგანიზაციას. არაფერი არ შეიცვლება. ის მცირე რაოდენობით გამოსული ხალხი მთელი ერი ელოდება დაძახას. მთელი ელოდება, რომ ჯერ ფიზიკურში პარტია ორგან პოლიტიკოსთან მიერ ერთიანობა იყოს და შემდგომ უნდა იყოს რა თქმა უნდა ერთიანობა ხმახთისა სასულიერო ხელმძღვანელობის წარმომადგენლობის საპატრიარქო. ანუ ერი და ბერი ერთად უნდა დადგეს. და თუ ეს არ მოხდება, გავა დრო და რა მომავალში არჩევნებს რო ჩაგვიტარებს კოსმოპოლიტური ხელისუფლება და 2-3% თუ დაგვიწერს და დაგვამადლა ეგეც და გინდა მეჯდარიყავ იმ პარლამენტში და გინდა ნუიჯექი კიდევ სადაც იქნები უმცირესობაში და სადაც ქვეყნის განყიდველობას არსებული უმრავლესობა დიდ სიკეთე ჩათვლის. ზოგიერთი ცდილობს არაბულ კომპანიებს მიმართოს არაბულ სახელმწიფოების წარმომადგენლებს ელჩებს მიმართოს და უთხრას, რომ სოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის ლეგიტიმური ეს ხელისუფლებაო და ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ამ თანხებს დაკარგავთ, იმიტომ რომ როგორც არალეგიტიმური ხელისუფლება, ამის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებიც არალეგიტიმურია და როდესაც ჩანაცვლდება ლეგიტიმურითო, მაშინ გაუქმდება ერთდადებული ხელშეკრულებები. მაგრამ მე ამ ფრთის წარმომადგენელს მინდა მიმართო, რომ ეს საკითხები ევროპული ფორმატით არ წყდება. რატო არ წყდება? იმიტომ რომ ევროპა თვითონ დგა კოსმოპოლიტიზაციის გზაზე. ჯერ ერთი ევროპის ქვეყნები თუ არ აღიარებენ, უმრავლესობა არ აღიარებს ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ეგ არნიშნავს, რომ სოფლიო არ აღიარებს. დასავლეთით უკვე აღარ განისაზღვრება ლეგიტიმურობა, არალეგიტიმურობის საკითხი. დასავლეთის გარკვეული ნაწილი თუ არ აღიარებს, ეგ არნიშნავს, რომ სოფლიოში ესენი ითვლებიან არალეგიტიმურად და არაბებს მაგით შეეშინდებათ. ვაიმე არალეგიტიმური ყოფილა და როგორც წავიღო ფული, ეს ერთი. მერე ევროპული მიმართულების პარტია, ორგანიზაციები ამ საკითხების ეროვნულ ნიადაგზე გადამწყვეტი არ არიან, იმიტომ რომ თვითონ ევროპა ანალოგიური პოლიტიკის გამტარებელი თავის წიაღში. მასონურ კოსმოპოლიტური პოლიტიკის გამტარებელი და მაკეთა ფრთაზე დგომა არაფერ ხელს არ მოგცემს. ჯობია საერთო ეროვნულ შეთანხმებამდე მივიდეთ და ეს საერთო სახალხო მილიონი ქართველის გამოყვანაში მივიღოთ მონაწილეობა, რომ ეს პროექტი გავაჩეროთ როგორ. მონტენეგრომ შეძლო, როგორც ამბობს. ხორვატიამ შეძლო, როგორც ამბობს. ყოჩა. ის კი არა ხორვატიაში ამის მე-12 მილიარდიან პროექტზე იყო ლაპარაკი და არ დაუშვეს. არ დაუშვეს, კი. და ჩვენ შევძლებთ აი ესა ყველაზე დიდი კითხვა და ყველაზე დიდი ტკივილი. ნუ დრო ცხოვრება დაგვაყენა იმ დიდი განსაცდელის წინაშე, რასაც ქვია
ფაქტიურად ძალით ხდება აი მიწაწვლის წართმევა, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლით არის დღემდე მოტანილი. ძალით რას გულისხმობ? მოსახლეობას არ შევკითხებიან. დღეს რო გამოდიან ქართული ოცნების ლიდერები და მათ მიერ დაქირავებული ეს ხელის ბიჭები და ხელის გოგოები და ვდილობენ გაამართლონ, გააფერადონ, გაალამაზონ და ესეთი ლამაზად წარმოგვიდგინონ, რომ თურმე ეს მიღწევაც გია, არათუ საშიშროება. მაშინ თუ ესეთი კარგი იყო ეს წინასაარჩევნოდ ჩაედოთ პროგრამაში თუ ესეთი განაზრახი ქონდათ და წარმდგარიყვნენ ამ პროგრამით ქართველი მოსახლეობის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ნერევ ნახავდით, მოუწონებთ, გაეხადათ საზოგადო მსჯელობისაგნად ეს თემა. გაგვეხილა და მე ჩაგვეტარებინა არჩევნები ამ პროექტის ავტორი მიიღებდა ამ ხმებს. აი ნაძირალობა უფრო შორს დიდი გაყალბების მიუხედავადაც კი რამდენს გააყალბებდნენ. ძალიან გაუჭირდებოდათ, ხო? რა თქმა უნდა. ამიტომ ეს დაფარულად იყო, არჩევნებმა ჩაიარა და მე დაიწყო ამ თემაზე. ხელშეკრულებაც როგორ არის? კომერციული საიდუმლო და მხარეებს გათმის უფლება არ აქვს. სახელმწიფო ამ საფრთხის წინაშე დავდექით. და კარგავთ ჩვენ საცხოვრისს კარგავთ, ხო? ხვალე-ხვალზევით აქ ქართველს აღარ ეცხოვრებ. და რატო ვისჯებით? მინდა საერომაც და სასულიერომაც გააცნობიეროს. ჩვენ სწორი გზით ვიარეთ, სწორი ნაბიჯები გადავდგით, მართალი გზით ვიარეთ და ღმერთი უსამართლოა და მაინც გვჯის. რა ხდება? აი გავაცნობიეროთ. ხდება ის, რომ ქართველმა ერმა, საქართველოს მოსახლეობამ ხელი კი მოაწერა სიებში გადარჩენისთვის. დიდი ძალის ხმევა დაჭირდა და ამაში მონაწილეობა მიიღო ერმა, წარაგზავნა დელეგატები, ადგილობრივი, რაიონული და რეგიონალური ყრილობებიდან არჩეული დელეგატები, სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე. სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. აი იმის შემდეგ უკვე ნაბიჯის გადადგმა აღარ ისურვა. ეს დეიურე საბუთი შეიქმნა. მაგრამ იმის შემდეგ ნაბიჯის გადადგმა აღარ ვისურვეთ და ამ საკითხის გადაწყვეტა მივანდეთ თავის გაურკვეველ რაღაც ვინ გადაწყვეტდა ქართველი ერის გარდა აი ამ საკითხის გადამწყვეტი ვინ იყო, ვის უნდა გადაეწყვიტა. ერთი ორგანიზაცია ან ორგანიზაციათა რამ პატარა გაერთიანება შეძლებდა ამის გადაწყვეტას, რა თქმა უნდა ვერა. ანუ რა საკითხი წყდებოდა? წყდებოდა საქართველოში ფორმაციის შეცვლა. ახალი ფორმაციის დამკვიდრება, რომელი ფორმაციის კანონებითაც, კონსტიტუციითაც მიწა, წყალი, წიაღისეული, სულიერი და მატერიალური ფასეულობები გამოცხადდებოდა ქართველი ერის საკუთრებად და მისი გასხვისება, გაყიდვის უფლება არავის აღარ ექნებოდა. ანუ შემოდიოდა ახალი მუდმივა, რომელიც დაგაზღვევდა სამარაჯანოს კანონით, კონსტიტუციური კანონის დონეზე იქნებოდა უზრუნველყოფილი, რომ ქართული სიმდიდრე აღარ გაყიდული იყო არც მიწა, არც წყალი, არც წიაღისეული და არც სხვა. და დღეს რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ არსებული კანონები დღევანდელი ფორმაციის კანონებით. რასერჩ იურიდიულად რომ მიხედო ამ ხელისუფლებას მორალურ ზნეობრივად, პატრიოტული ეროვნული გადასახედიდან უამრავ ბრალს დაუყენა, მაგრამ სამართლებრივად და იურიდიულად რა გინდა რომ მოედაო? საბაზრო ეკონომიკაა. მოიყვანა ინვესტორი, შემოიტანა ფული. და იმ ფულის ნაწილი მართლაც ახლა იქ იმუშავებს ალბათ რა ცემენტის ქარხნები, ბეტონის ქარხნები, რა ვიცი, სამშენებლო მასალების სხვადასხვა პატარა მსხვილი საწარმოები ამუშავდება პარლამენტში მსხდარი მილიონერების საწარმოები დაიტვირთება. კი ბატონო, მაგათი საწარმოები დაიტვირთება, ორი კაბინეტი ალბათ ბიუჯეტში შევა, იმ ბიუჯეტში შესული ფულიდან ისევ მაგათივე ჯიბეებში პრემიები, ხელფასები. ეგ ოფიციალურად და რაც არაოფიციალურად და დაკრიშული და ასე შემდეგ, რასაც ქვია, ეგ სხვა თემაა და რიგით ქართველს და ქართველერს აქედან რა? არაფერი. ქვეყნიდან გაძევება ფაქტიურად.
იყო უკვე კადრები დაიდვა ინტერნეტ სივრცეში თრობის მდგომარეობაში ყოფი თუ რა ვიცი ნარკოტიკული თრობა იყო თუ ჩვეულებრივი სპირტიანი სასმელი თრობა აღგზნებულ მდგომარეობაში მოდის არაბი და იქ ქართველ პატარაბით სულთყავს ნახა ალბათ ხო საზოგადოება თუ ის ერთი არაბი ესე დიდგურზია რომ ქუჩაში დღისით მზისით შეუძლია ამ დაგვარი რაღაც გაბედოს როდესაც ჩვენ ფაქტიურად აღმოჩნდებით უმცირესობაში აქ ქართველს ეცხოვრება მილიონი რო შემოვა ეცხოვრება მე ანუ ისევ რომ მეუტრიალდეთ დე იურე დე ფაქტო რომ აგვესრულებინა ჩვენ ქართველებს საერთოდ ძალისხმევით დღეს სულ სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში სულ სხვა სურათი ვექნა ეს ჩვენ გავუშვით წლების წინ ხელიდან თანაც არაერთხელ კარგი ამ ეტაპზე ეს ბრძოლა ნამდვილად გასამართია და უნდა გავერთიანდეთ და ეს ერთობლივი ძალით უნდა გავიმარჯვოთ არ უნდა დაუშვათ ქართული მიწა-წყლის გასხვისება მაგრამ ეს მაინც იქნება ერთი რიგითი ბრძოლის მოგება და არ ნიშნავს რომ მოვიგოთ ეს ბრძოლა მოვიგებ თუ არა ჯერ ეგეც საკითხავია იმიტომ რომ ისეთი პირი უჩანს რომ ყველა მაინც ცდილობს თავისი პარტიული ქულები დაიწეროს რაღაც საკუთარი იმიჯი წამოწიოს და აი ესეთ მაგალითს მოვიტან თუ მართლა დაინტერესებული ხარ რომ ეჭიდები მაგალითად ლოდი უნდა გადააგორო და ვერ ძრავ და ვიღაცა მოვა მშველელი შენ იმას კი არ უნდა უთხრა მე პირველი ვიყავი აქ და ამდენად თუ გადავაგორეთ ეს მე პირველი ჩემი ის არის დამსახურებაა თუ რეალურად დაინტერესებული ხარ ეს ლოდი გადასაგორებით ნუ გადაგორდეს შენ უნდა უთხრა მოდი ძმაო ერთად გადავაგოროთ და ის წარმატებას მე თუ გადავაგორეთ ერთად გავიღოთ და საქმეს ამაში თუ არა ხარ დაინტერესებული რეალურად რომ დაძრა და დამხმარე გჭირდება და გვერდში დაიყენო მაშინ მოიქცევი ისე როგორც აი ეხლა დღეს გამოჩნდა რომ ზოგიერთები იქცევენ მაგრამ რომს შევძლოთ და ეს ბრძოლა მოვიგოთ კიდევაც ეს არნიშნავს რომ ომში გამარჯვებულები გამოვედით ამნაირ პრობლემა კიდევ უამრავია და კიდევ უფრო უამრავი გამოჩნდება დროის გასვლასთან ერთად ვიდრე ქართველი ერი არ აღასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას სასჯელი იქნება უფრო მკაცრი და ყოველდღიურად დაგრძელდება ჩვენი მდგომარეობა. ისედაც ძალიან მძიმეა. ის რომ ხელი მოვაწერეთ ძალიან კარგი, ის რომ ეროვნული ყრილობა ჩავატარეთ შესაბამის დადგენილებით ძალიან კარგი, მაგრამ ბატონი აგაკი მოიყვანდა ხოლმე ესეთ მაგალითს. დაუშვათ იბრძოლე და სასამართლოში მიაღწიე, რომ აი შენი კუთვნილი ბინა ნამდვილად შენია და ეს საბუთი ხელში გიჭირავს. მაგრამ თუ ამას მე სულელობა არ მიეცი და თუ აღმასრულებლის ხელით არ იზრუნე რომ რეალურად გამოსახლებული იქნას არაკანონიერი ფლობელი, ის ცარიელი საბუთი გინდა გეკავოს, გინდა არა. ანუ ეს ხელმოწერები მაშინ შეიძენს თავის ძალმოსილებას და ექნება დიდი მნიშვნელობა მაშინ, თუ ქართველი ერი მოისურვებს ამის დე-ფაქტო აღსრულებას, ანუ მოქმედებაში მოყვანას. თუ არა, ეს ფარატინა ქაღალდია კი ბატონო. არაფერიც აღარ იქნება. თუ ესე უნდა წავიდეს, თუ ქართველმა ერმა ამ საბუთის გამოყენებაზე უარი უნდა თქვას და იმ გზით უნდა განაგრძოს სულა რომლითაც მივდივართ, ჩვენ გადაშენებას წინ აღარაფერი აღარ უდგას. და სადღაც რა ვიცი თუ კაცობრიობას უწერია გადარჩენ რაზეც მე ჭვება რომ ქართველი ერის განადგურების შემდეგ დიდი ხანი ეწეროს კიდე არსებობა დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს ну სადღაც თავი შეიძლება ისტორიაში მოიხსენიო შეიძლება ოპონენტებმა ახლა შემოგვიწერე რა შუაშია აი იმ შუაშია ეს ცნობაა მიღებული რომ დიახ პატარა ლაბორატორიის სახეს წარმოადგენს საქართველოს დიდი დედამიწისთვის გამგები ალბათ გაიგებს თუ აქ ეს ფეხს ვერ იკიდებს და ერის გადაშენება დინარებს და სრულდება ესე ქართველი ერი უპება თავს იღუპავს ეს ნიშნავს რომ ლაბორატორიულ მოცემულობაში ძალიან უსაშუალოა მდგომარეობა ქართულები თემი კაცობრიობის
ისე რომ იცოდნენ. ჩვენ ეს ცნობა გვაქვს მიღებული და დასტურდება ყოველდღიურობითაც, რომ ამაში დავწუნდეთ რა არის და როგორ არის. თორე იმდენადაა ჩვენი გონება გადაგვარებული, ჩვენი სული წამხდარი, გამოდიან ეგრეთ წოდებული ბლოგერები და მაქებრები და იძახიან, რომ აბა დეველოპერულმა სამშენებლო კომპანიებმა რა ქნა კაც. დრეგენმა უმლისანთება ისწავლა, უმეტში რომ გამოიწვია, მე სახლი დაწვა. სახლს იმიტომ აშენებ, რომ იქ უნდა იცხოვრო. და როცა იმაზე მეც აშენებ სახლს, რომ შენ ქვეყანაში შენი მაცხოვრებელი არ არის, ვის უშენებ? სოფლიოს უშენებ, 8 მილიარდია სოფლიოს უშენებ, ეხლა ტრაქტორისტმა გუთანი მოუგა ტრაქტორს და რაც მოსახნავი იყო მოხნა. მოხნა რა რაც მოსახნავი. აღარ არის მეტი მოსახნავი. რა ქნას ეხლა იმ ტრაქტორისტმა? მაშინ გადავიდეს სახლებმა დაანგრიოს და ისო გადახნას ეზოები და საცხოვრებლები და გადაუარ გადმოუაროს. ხო ეს რა ლოგიკაა? და თუ მაინც და მაინც ქართული დეველოპერული კომპანიების ასეთი გულის ტკივილი გვაქვს. მაშინ რაღაცო უჭერთ ხარს უცხო დეველოპერული კომპანიის შემოყვანას. თუ ესეთი აუცილებლობაა და გამდიდრდით ქართველები ამ 20 ლარის დამატებით პენსიაზე, ისეთ მილიონერები გავხდით, რომ აღარ გვინდა ცხოვრება ღარიბულ ქოხებში და მაინც და მაინც აპარტამენტებში მოგვინდა ცხოვრება და ფეშენებელურ სასახლეებში, მაშინ მაგე მივანაბროთ ბატონო ქართულ დეველოპერულ კომპანიებს იმას ავაში, რატო შემოყავს არაბული. საქართველოში დავატრიალოთ ის ფული. ეხლა სულ 100%-ით ქართველებმა იყიდონ. 6 მილიარდი ჩადო იმ არაბულმა კომპანიამ. 6 მილიარდად თუ აღარ გაყიდის. გაყიდის, რომ ცოტა 2 მილიარდი ზედმეტი ამოიღოს. ანუ 6 მილიარდი ჩადო და საქართველოს 8 მილიარდი გაიტანა. ეს რანაირი ინვესტიციაა. აი ქარხანა რო აშენდება, საწარმო რო აშენდება, რომელ საწარმოშიც შემოხდება პროდუქციის შექმნა, დასაქმდება მუშახელი. იქიდან მოგების გადასახადი გაიყიდება, რა ვიცი, საქართველოშიც გაიყიდება, მეზობელ ქვეყნებშიც გაიყიდება ეს პროდუქცია და შემოიტანს ქვეყანაში ვალუტას. მოგების გადასახადი და დღგ შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. კი ბატონო, ამდაგვარი ინვესტიციაზე შეიძლება დალაპარაკება. ოღონდ აქაც ფრთხილად განსასჯელი და გასააზრებელი რამე ისეთი არ იყოს, რაც შემდეგში ისეთ შედეგებს გამოიღებს, რომ ეროვნულ ინტერესებს დაარტყავს. ამასაც კი დიდი აწონდაწონვა ჭირდება, არა თუ ის, რომ აი ესე შემოიყვანე ვიღაცა ააშენებენ აპარტამენტები 60%-ო ამბობს, მაგრამ 60%-ს როცა ამბობს ღიად, იქ 99%-ია გათვალისწინებული. ეს ხალხის დასამშვიდებლად, მოსატყუებლად, დასაბოლებლად, ასე რომ ვთქვათ. ხდება ეს ლაპარაკი. თვალებს ტყუილად. რატოა გასაი თუ ესეა, რომ ესეთი სასიკეთო პროექტია ქვეყნისთვის, ჩვენი ბიუჯეტისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. რა არის გასაიდუმლოებული, რატოა გასასაიდუმლოებელი, რატო გახდა? გვითხრა, რომ ჩვენც გავიხაროთ. ჩვენც ვიზეიმოთ ესეთი წარმატება, რომ რა მაგარი ხელისუფლება გვყავს. ჯერ იყო და deep state თავისი ადგილი მიუჩინა, იქ დაამარცხა ევრობიუროკრატია. ახლა ესეთი პროექტები შემოიტანა, რომ შენდებით, ყავდებით. მიესალმებით ბატონო. ვითხრა გახსნა მოითხოვოს. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უნდა იყოსო გამჭვირვალეო. კი ბატონო, ამას ჩვენ არაერთი გადაცემა მიუძღვენთ. ხელისუფლების მოქმედება არ უნდა იყოს გამჭვირვალე. აი მანდ მივდივარ. კი ბატონო, ამას ჩვენ რამოდენიმე გადაცემაც კი მიუძღვენთ, ხარი დაუჭირეთ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებებში და იმ კანონების მიღებაში, რასაც ჯერ ამ რუსული დაარქვეს, მერე ამერიკული და ნუ რაღაც ჰიბრიდული მიიღეს ბოლო-ბოლო. ხარი დაუჭირეთ. მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციამ რა უნდა დააშავოს იმას, რა ხელისუფლება იმდენი, რამდენიც ხელისუფლება. ხელისუფლების საქმიანობა, რა გარიგებებს დებს, ვისთან დებს, ვისთან რა კუდია გადაფსკვნილი, ეს არ უნდა იყოს საჯარო? იქო ჩადებულია პუნქტიო, რომელიც გავალდებულებსო, რომ არ გავამხილოთ. ვინ ჩადო ის? ვინ მოაწერა ხელი? ხელი ვინ თქვენ არ მოაწერეთ? და რატომ მოაწერეთ მერე? რა გჯიდათ?
თქვენ ხო უნდა იყოთ დაინტერესებული იმაში, რომ ხალხმა დაინახოს, რამხელა სიკეთე მოგაქვთ ქვეყნისთვის, ერისთვის. რატო გაასაიდუმლე? რაღაცა აი ამ ხელა პატარას თუ გააკეთეთ, რა ვიცი, ისიც თუ გააკეთეთ, რა ვიცი, ეგეც საკითხავია. თუ სხვა მიზეზების და სხვა ჩანაფიქრების გამო არ არის. და არა წერთ დაუშვათ ეროვნულ ინტერესებს. თუ კი პატარა რამეს გააკეთებთ, იმას დასვავთ მე თქვენს მომხრეებს და გაბერავთ და აქ იმდენად წარმოადგენთ. და ამას, რომელსაც გვიმტკიცებთ, რომ კარგიაო, ამას საგულდაგულოდ მალავთ. რატო? რა თქმა უნდა. ყველაფერი ცხადია ფაქტიურად. დროც გვეწურება. თავით. კი ბატონო. სულ ისე ხდება ჩვენ ვიკავებთ დროს და ჩვენ არ გაცლით ხოლმე. აუცილებელი იყო საფრთხელი უნდა თქმულიყო და აი ამ დღევანდელი თემებიდან გამომდინარე არ შემიძლია არ გავიხსენოთ 11 წლის წინანდელი ზუსტად დღევანდელი დღე 16 ნოემბერი, რაზეც ჰქონდა საუბარი სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა, მესამე ეროვნული ყრილობა ჩატარდა 2 მილიონამდე დასრული მოსახლეობის ხელმოწერების საფუძველზე. აი ამ ყრილობამ, მესამე ეროვნულმა ყრილობამ გადაწყვიტა ზუსტად პირველი და მეორე 2002 წლის 15 აპრილის და 2006 წლის 3 ნოემბრის დადგენილებები, ყრილობის დადგენილებები, რომ დარჩენილიყო ძალაში, რომლის მიხედვითაც 2002 წლის 15 აპრილიდან მოყოლებული დღემდე და დღეის მერეც აი რაზეც გვაქვს საუბარი ზუსტად იმ დროინდელი ხელისუფლებისგან მიღებული ყველა კანონი, საგარეო, საშინაო რომ ჩათვლილიყო ბათილად და მით უმეტეს კიდე აი დღეს უკვე სახეზია ყველაფერი და რამდენი ასეთი ხელშეკრულება დაიდო ვინ იცის კიდე რამდენი ესეთი გამყიდველური ხელშეკრულება ზუსტად მე მინდა რომ ჩვენს პატივცემულ მსმენელს უთხრა კიდევ გაუმეორო რაც არაერთხელ ვითხოვს ჩვენ რომ ძალიან მყარი აი მართლაც რო კლდესავით ძლიერი იურიდიულ სამართლებრივი დოკუმენტი გავაჩნია რომ მოსავდავებელი რო არავისგან არაა ჯერ კიდევ 2002 წლიდან ის დადგენილებები გამოსული და ეს დღეს ეს 11 წლის წინ რო ჩატარდა ეს მესამე ეროვნული ყრილობა სამივე ეროვნული ყრილობის დადგენილება გამოვიდა ითარგმნა ქართულიდან 3 ენაზე ინგლისური, გერმანული, რუსულ ენაზე და სოფლიოს ყველა ქვეყანაში არის დაგზავნილი პირველი პირების დონეზე ყველაფერი იცის ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით. მაგრამ დღეს ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, სადაც უნდა ლაპარაკობდეთ ამას. საქართველოში ჩვენ ყველა სადაც მოსულია ეს უფლისიტყვა, ეს ყველაფერი, რომ მისგან არის ეს ცნობიერება თავად ბატონევების ხელმძღვანელობით მოხდა ეს ყველაფერი თავად აი ეს პიროვნება გვეუბნებოდა რომ ჩემი არაფერი არ არის რომ მისგან არის ეს ცნობიერება ეს უფლისიტყვა აქ არის მოსულიო და ქართველმა ერმა ეს მისია უნდა შეასრულოს აღასრულოს ხო და აი ამ ქვეყანაში არიან გაჩუმებული და ხმას არავინ არ იღებს ამასთან დაკავშირებით როდემდე და სადამდე ეს სიჩუმე ეს ყველას მოეთხოვება უკვე რა ვიცი ხლა როგორც გინდა მე ამ ვერცე უფრო მიტევებელი არავინ არ არის რა თქმა უნდა როგორც არ უნდა ის თავად ღმერთისგან მიტევება არ ექნება უკვე არავის რა რომ ამდენი გაცემ გაყიდვა უკვე ძალიან ეს რა ვიცი გაცემ გაყიდვა ახალი არ არის საქართველოში ყოველთვის მოიძებნებოდნენ ის გამონაკლისები, გამყიდველები. კი ბატონო, ახლა თუნდაც აი ხა დღეს რო გველაპარაკებიან რომ აი იყო ეს არაბების ბატონობა საუკუნეები იყო და ამირა იჯდაო ეგენი მოვლენა წავლენო. საუკუნეებით იჯდა ამირაო და მე რაო, აბა რა წავაგეთ მაგითო. რა დარჩა იმას კვალი. ჯერ ერთი რომ არ ყოფილიყო ის არაბების შემოსევები საქართველოს ბედი და ისტორია როგორ წავიდოდა ეგ სხვა თემაა კიდე. მერე მაშინ როცა უკვე დიდგორის ომი გადახდილი ქონდა ქართველებს და რამის მთელი მსოფლიო ამ ძლევამოსილ გამარჯვებაზე ლაპარაკობდა და დავითის აი დიდ მხედართმთავრობას აფასებდა და პატივს ცემდა და პატივს მიაგებდა საქართველოს ჯერ კიდევ იყვნენ მოღალატეები რომლებიც კიდევ ხარს უჭერდა თბილისში ამირას და არაბების ყოფნას. ნუ დავითმა მერე რაც მოიმოქმედა, მაინც აიღო თბილისი გაწმინდა არაბებისგან,
ხოლო იმ გამყიდველებს რა ბედიც ერგოთ, გადახედეთ ისტორიას და მიხვდებით. თანამედროვე არაბიზაციის მომხრეები. აი თქვენ წინამორბედებს რა ბედი ეწიათ, წაიკითხეთ ისტორიაში. დღეს სხვა დროა და თქვენ ძელზე გასმას ცხადი არავინ არ გიპირებთ, მაგრამ ეგებ ძელზე გასმას ჯობდეს იმას, რაც თქვენ გელით, ანუ საქართველოს ისტორია, მორალურად და სულიერად. მორალურად და სულიერზე მაგ რა თქმა უნდა ლაპარაკი. საქართველოს ისტორია არ დაივიწყებს თქვენს გამყიდველობას, როცა ქვეყანა მუხლებზე იყო წაქცეული და კიდევ უფრო უარეს უმზადებდნენ და თავს ახვევდნენ, როგორი იყო თქვენი პოზიცია, რაღაც ორი გადმოგდებული გროშის გამო, აი კიკუსავით ფულზე რო გაიყიდეთ და გამოდიხართ და ამართლებთ ამ საშინელებას, რასაც ქართული მიწაწვლის უცხოტომელებზე გადაცემა ქვია. ძალიან თქოდ გაითვალისწინეთ, რომ ისტორიული სამართლიანობა არსებობს და არავის არც კარგი დაეკარგება და არც ცუდი. და აი ამ კარგზე როცა ვლაპარაკობთ, არავის არ დაეკარგება სამშობლოს სამსახური. დღეს აღარ არის დრო ამ კოპწიაობის, პარტიული დაპირისპირების წინა გადაცემაშიც ამ მოწოდებით დავასრულეთ. გავერთიანდეთ, ეს საფრთხე ავარიდოთ ქვეყანას და მერე კი ბატონო, გამსაჯოთ, ვისი რაჯობია, რა, როგორ დავждეთ, ამაზეც ვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ დღეს ამ ქვეყნის შვილები, ამ ქვეყნის ბატონ პატრონი, ჩვენი გადასაწყვეტია რა მომავალი ექნება ქვეყანას. ჩვენ თუ არ გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს, სასჯელი იქნება უფრო მკაცრი. ღმერთმა დაიფარო საქართველო, ღმერთმა დალოცოს ქართველიერი, გაუმარჯოს ჩვენს ერთიანობას, აი ამ სამართლიან ბრძოლაში, რასაც საქართველოს გადარჩენა. კრავის ძლევს მხეც, ეს არის. მადლობთ ყურადღებისთვის. ამის იმედით ვართ და ამის იმედი ღმერთმა არ მოგუშალოს. მადლობთ ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.